მოგესალმები. რა შეგიძლიათ თქვათ ამ შეხვედრის შესახებ კონკრეტულად? ვიცით ზოგადი სურათი რაც არის იქ სუსის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინტერესი თქვენი კომენტარიც მოვისმინე შეხვედრის დაწყებამდე, რაღაც გარკვეული მოლოდინებზე ქონდათ ორიენტირება, რაზე იყო ლაპარაკი და თქვენი მხრიდან კონკრეტულად რაზე გაკეთდა აქცენტი? მოგესალმებით კიდევ ერთხელ. პირველ რიგში დავიწყოთ იმით, რომ რეალურად კიდევ ერთხელ მევაწოდეთ პრობლემატური საკითხების შესახებ ინფორმაცია, რაზეც წლების განმავლობაში საუბრობს სექტორი, როგორც აწუხებს ადგილობრივ მწარმოებელ და სადისტრიბუციო კომპანიებს, მათ შორის პოზიციები წარვადგინეთ იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც მომდინარეობდა რიტეილ სექტორთან შეხვედრის შემდგომ და გააჩნდა კომისიას აღნიშნულთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები და სხვა დანარჩენი შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენ მათ შორის აქცენტი გავაკეთეთ საერთაშორისო პრაქტიკაზე, რომელიც გულისხმობს გარკვეული ტიპის რეგულირების შემოღებას. ყველა განვითარებულ ქვეყანაშია რეგულირებული, მაგრამ აქ არ ვსაუბრობთ ჩვენ ფასების რეგულირებაზე, აქ ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ მიმწოდებლებსა და საცალო ვაჭრობის ქსელურ მარკეტებს შორის ურთიერთობის რეგულირებაზე, რაც უბრალოდ დადებითად ისახება საბოლოოდ ფასზე და როგორც მინიმუმ თუ საუბრობთ, მივიღებთ იმას, რომ ფასები სტაბილურობას შენარჩუნებას შეუწყობს ხელს. ანუ რეგულირების ჩარჩო ახსენეთ თქვენ ლაშა შეხვედრის დაწყებამდე კონკრეტულად. ანუ ეს ჩარჩო ეხლა ამ ტიპის ჩარჩოს შექმნა, იგივე თქვენი ამ შეხვედრიდან გამომდინარე, ეს საკითხი როგორ მოჩანს, თქვათ, აი რამდენად რეალისტურია და ეს მივა თუ არა რეალურად ამ ფასების შემცირებამდე და შემდეგ ასევე რაღაც პროცენტთან დაკავშირებითაც მინდა კითხოთ, აი რამდენად იყო დეტალებზე კონკრეტულად ლაპარაკი თქვენი მხრიდან, ან რა ტიპის ინტერესი ქონდა კობახიძეს ამ ფასში სხვადასხვა კომპონენტის როლზე, ხო? თქვენს ინტერესზე, რიტეილის და ასე შემდეგ. კი, რა თქმა უნდა, პროცენტებთან დაკავშირებით იყოს ბარი და ახლა ეგ თუ ვისაუბრებთ კონკრეტული პროცენტების დათვლა ინდივიდუალურად უნდა მოხდეს ზოგადად, მაგრამ ზოგად პროცენტთან დაკავშირებით იყო საუბარი, რა თქმა უნდა, და მათ შორის ჩვენ ავხსენით ის, თუ საიდან გამომდინარეობს ის პროცენტი, რა პროცენტით შეიძლება ჩანდეს, რომ სადისტრიბუციო კომპანია თქვა ადგილობრივი მწარმოებელი აწვდის საცალო ვაჭრობის ქსელურ ობიექტს, მაგრამ რეალურად ამ პროცენტიდან ისევ ადგილობრივი მწარმოებელი და სადისტრიბუციო უხდის ქსელს გადასახადებს, რომელსაც აწესებს ის. ეს გადასახადები მნიშვნელოვნად მზარდი არის ყოველწლიურად. შესაბამისად, კიდევ ერთხელ აღვნიშნეთ, რომ სულ რომ საგარეო ფაქტორი არ არსებობდეს და ლარი იყოს სტაბილური და სხვა ის გარემოებები, რაც მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს, მათ შორის აბანკო პროდუქტის პროცენტი და ასე შემდგომ, თუ ჩვენ არ გვექნება მსგავსი ტიპის რეგულირება, რაც არსებობს საზღვარგარეთის პრაქტიკის ყველა განვითარებულ ქვეყანაში. ეს ჩვენ პრაქტიკის რეალობაში ცხადყოფს, რომ მაინც გაიზრდება ფასი. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ჩვენ ამ ტიპის რეგულირებამდე მივალთ, რეალისტურად გვეჩვენება, რომ ვინაიდან არსებობს ნება ჩარჩო დოკუმენტი შედგეს აღნიშნულთან დაკავშირებით და თუ ეს არ შედგა, მაშინ სხვა ფორმით ფიზიკურად შეუძლებელი აღმოჩნდება დადებით ზეგავლენის მოხდენა ფასებზე. რადგან ლაშა ჩვენ უკვე ვიცით, თქვათ, რა არის ხელისუფლების დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ, ხო, მუდმივად არის აქცენტი იმაზე, რომ ფასნამატი არის კონკრეტულად მაღალი. აი თქვენი დასკვნა ამ შეხვედრიდან გამომდინარე, რა არის, რომ თქვათ, აი ყველა აქტორმა ამ პროცესში, ეს რიტეილი იქნება, დისტრიბუცია, თუ დისტრიბუცია, რაღაცნაირად შეძლოს თავისი როლის და წვლილი შეტანა ამ პროცესში, რომ ფასებმა დაიწიოს. ანუ აი რა ტიპის კომუნიკაცია იყო თქვენ შორის, ანუ რას თხოვდა კობახიძე, აი რა შეთავაზება ქონდა თქვენ მიმართ, ამაზეც გითხარით და თქვენი დამოკიდებულება. ჩვენი მხრიდან დაისვა საკითხი შემდეგი ფორმით, რომ რა თქმა უნდა, ეს ყველა პროცესი ისე უნდა წარიმართოს, რომ არ დაზიანდეს არც რიტეილის მხარე. რიტეილი პარტნიორია ყველა მწარმოებლის და სადისტრიბუციო კომპანიის. უბრალოდ ის პრაქტიკა, რა პრაქტიკითაც დღეს ხდება
ურთიერთობა მიმწოდებლებთან საკმაოდ ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს საბოლოოდ ფასზე, რომელიც ჩანს, რომ პირობითად ადგილობრივ მწარმოებელს და სადისტრიბუციო კომპანიის ფასწარმოქმნაში მათი წილი მაღალია, მაგრამ რეალურად ამ პროცენტიდან დიდი ნაწილი ისევ რითეილის მხარეს მიემართება და ხდება უკან დაბრუნება თანხის ან წინსწრებით გადახდა. ჩვენ როდესაც საუბრობთ, ანუ ჩვენ დღეს რა რესურსით შეგვიძლია ვთქვათ, მაგრამ ეს პროცესი ისე რიტეილთან არის ისევე დასაზუსტებელი არის ის, რომ თუ მსგავსი ტიპის გადასახადები არ ექნება მარკეტებს დაწესებული მწარმოებლისთვის და სადისტრიბუციო კომპანიისთვის, რა თქმა უნდა, მაშინვე შეუძლია პროპორციულად ასახოს ფასში მწარმოებელმაც და სადისტრიბუციო კომპანიამაც. უბრალოდ ეს პროცესი ისე უნდა წარიმართოს, რომ არ მოხდეს რიტეილის მხარის დაზიანება, ანუ რიტეილთან აქტიური და ასე შესაძლებელია, როგორ ფიქრობთ, იმიტომ რომ ანუ 86%-ს ახსენებს, ახლა როგორ რასაც ვკითხულობ კობახიძე საშუალო ფასთამაც და თუ არ ვწდები 44 ახსენა კონკრეტულად დისტრიბუციის მიმართულებით. ეს შეგიძლიათ ამაზე კომენტარი. ანუ სადღაც მიწოდების ფასიდან ერთი წილი მოდის დისტრიბუციაზე 44%-იანი წილი, დიახ. მიწოდების ქსელზე მიწოდების ფასიდან სადღაც საუბარი არის 20-დან 20-25%-ზე, რაც ერთად შემთხვევაში აქვს წარმოებელს და სადისტრიბუციო კომპანიას, რომელშიც შედის გადასახადები, ანუ ადამიანის ხელფასები, რომელშიც შედის აბანკო პროდუქტის პროცენტი, რომელიც შედის საწვავი, რომელიც შედის ამორტიზაცია, ცვეთა, ანუ ყველა ეს ხარჯი არის მობილიზებული სადისტრიბუციო და ადგილობრივ მწარმოებლის მხარეს სადღაც 25%-ში. შესაბამისად, ყველა სხვა დანარჩენი არის ის პროცენტები გამომდინარეობს იქიდან, რა კი ბატონო. ლაშარი ჟამაძეს ველაპარაკებით, ჩვენ დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი გვერდება პირდაპირ ეთერში. თქვენ იცით, რომ ცოტა ხნის წინ დასრულდა შეხვედრა დისტრიბუციის წარმომადგენლებთან, ირაკლი კობახიძის და იქ რამდენიმე საკითხზე იყო საუბარი, მათ შორის კობახიძის განცხადებითაც, რომელიც არის გავრცელებული, კონკრეტულ პროცენტზე არის ლაპარაკი, მან ახსენა 86% ფასნამატი და 44% სწორედ დისტრიბუციასთან მიმართებით. თქვენ იცით, ახლა რა პროცესი მიმდინარეობს სამთავრობო კომისიის